ეხლა ახლა აღმოსავლეთში ომი უკვე რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ველზე ვრცელდება. ირანი ახლა უკრაინას ემუქრება, მას შემდეგ რაც კასპიის ზღვაში მოხდა მომაკვდინებელი დარტყმა, ხოლო კასპიის ზღვა ირანსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტია. თეირანი აცხადებს, რომ უკრაინამ სავაჭრო გემს დაარტყა, რომელსაც ირანში რკინა მიქონდა. მის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა და 3 ეკიპაჟის წევრი დაშავდა. თუმცა კიევი აცხადებს, რომ მან დაარტყა ხომალდებს, რომლებიც ირანულ სამხედრო ტვირთს რუსეთში გადაჰქონდათ, ასევე რუსულ სამხედრო გემს. ეხლა ირანის ოფიციალური პირები აფრთხილებენ, რომ უკრაინა პასუხს აგებს, რაც ორ ომს შორის კიდევ ერთ საშიშ ფრონტს ხსნის. საკითხის გასარჩევად ჩვენთან ერთად არის ეკატერინა ლისუნოვა, უკრაინელი ჟურნალისტი და Ransom for Ukraine-ის მედიის მრჩეველი. ეკატერინა, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. i24 News-ის ეთერში. აღნიშნავ, ირანი აცხადებს, რომ ეს იყო კომერციული გემი, რომელიც რკინას ეზიდებოდა. უკრაინა აცხადებს, რომ გემი ირანულ სამხედრო ტვირთს რუსეთში ეზიდებოდა. რა ვიცით რეალურად ამ გემის შესახებ? როგორ ხდება, რომ განსხვავებული განცხადებებია იმაზეც კი, თუ რა მიმართულებით მოძრაობდა გემი? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის ნიკოლ, სასიამოვნოა თქვენთან და თქვენს აუდიტორიასთან პირდაპირ ეთერში ყოფნა. დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას. ათიოსნად რო ვთქვა, ობიექტურად როგორც ჟურნალისტი, თქვენი ვარაუდი ისეთივე სწორი იქნება, როგორც ჩემი ამ შემთხვევაში. რადგან ასეთ სიტუაციაში უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. უნდა არსებობდეს საერთაშორისო ობიექტური ორგანო, მიუკერძოებელი ორგანო. ეს მესამე მხარე, რომელიც გამოიძიებს ამ საკითხს. ეს მესამე ორგანო შეიძლება იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ან სხვა ნებისმიერი ორგანო, რომელსაც შეუძლია ეს საქმე ობიექტურად და დამოუკიდებლად გამოიძიოს. ესეთი გამოძიებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა რომელიმე მხარისგან და თუ ირანი აცხადებს, რომ სამხედროები არ იქნენ ჩართული, ეს იყო გემი იყო. არავითარი იარაღი არ გადაჰქონდა რუსეთში და სხვა მიმართულებით მოძრაობდა, ვიდრე უკრაინა და კიევი ამტკიცებდნენ. ასეთ შემთხვევაში ირანი იქნებოდა ის მხარე, რომელსაც შეეძლო მოეთხოვა ეს დამოუკიდებელი გამოძიება. რადგან ამას არ აკეთებენ, დიდი კითხვაა, რამდენად ობიექტურია მათი ინფორმაცია. ასევე მოდით ვიყოთ ობიექტურები და ისტორიასაც მიუბრუნდეთ. ჩვენ ვიცით, რომ არც ირანი და არც რუსეთი არასოდეს ყოფილან ცნობილი იმით, რომ დამოუკიდებელ ორგანოებს საშუალებას აძლევდნენ გამოეძიებინათ რომელიმე საქმე ან დამოუკიდებელი გამოძიებლები მიეღოთ მონაწილეობა ასეთ საქმეებში. ასე რომ ეს კიდევ ერთი დიდი კითხვაა. ოდესმე იქნებიან ისინი მზად, რომ ასეთი რამ გააკეთონ ჩვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვის, რომ გავიგოთ ნამდვილი სიმართლე, ვინ იყო ამ გემზე და რას ატარებდა ეს გემი. ამავე დროს ირანს ობიექტურად არ შეუძლია ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი მხარის ან მესამე მხარის სტატუსის მოთხოვნა, რადგან უკვე ცნობილია, რომ ირანი რუსეთის მხარეს იდგა მასშტაბური შეჭრის დასაწყისიდანვე. ირანმა მიაწოდა შაჰედის დრონები და ასევე ტექნოლოგია შაჰედის დრონებისთვის, რომლებიც დღე და ღამე მუდმივად ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს უკრაინაში. იგივე ეხება რუსეთს, რომელიც ამერიკული დაზვერვისა და მრავალი სხვა დამოუკიდებელი წყაროს ინფორმაციით ირანს აწვდიდა დაზვერვით ინფორმაციას ამერიკული მდებარეობების შესახებ, ამერიკელი ჯარისკაცების ან პოზიციების მდებარეობებს, რაც ირანს ეხმარებოდა ამერიკელების დამიზნებაში. ასე რომ ირანს ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს, რომ დამოუკიდებელი ან მესამე მხარეა ამ შემთხვევაში. იყო თუ არა ეს ხომალდი კონკრეტულად დაკავშირებული რომელიმე სამხედრო სამიზნესთან, რომელიმე სამხედრო ქმედებასთან, რომელიც უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელმა მხარემ და თუ ირანი არ ითხოვს ასეთ გამოძიებას, ამ შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშანია ამ ინფორმაციის ობიექტურობა. ამავე დროს ირანი აცხადებს, რომ ეს პასუხაუცემი არ უნდა დარჩეს, მაგრამ რეალურად როგორი შეიძლება იყოს საპასუხო ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ? ეს კარგი კითხვაა, რადგან ისინი თავიდანვე იყვნენ ჩართული და ბევრი გააკეთეს რუსეთის დასახმარებლად უკრაინაზე თავდასხმისას და უკრაინამ გადალახა ეს მასშტაბური შეჭრა. და ეხლა ჩვენ მდგავართ იმ რეალობის წინაშე, რასაც ხალხი ხშირად იმეორებს. უკვე მეხუთე წელია ვებძვით ომს, რომელსაც რუსეთი ვერ იგებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამტკიცებდნენ თითქოს 4 დღეში დაასრულებდნენ ამ ყველაფერს, ასე რომ თუ რაიმე თავდასხმა ან ასე წოდებული საპასუხო ნაბიჯი იქნება, რადგან რეალურად ამ სიტყვას ირანის მხრიდან ვერ გამოვიტანებთ, დიდი კითხვაა, რისი გაკეთება შეუძლიათ. გააკეთონ, რადგან ისინი უკვე ძალიან იყვნენ ჩართული და ამასთან ისინი თავადაც ეხლა საუკეთესო მდგომარეობაში
მდგომარეობაში არ არიან. ასე რომ თუ ისინი ჩაერთვებიან, თუ კიდევ ერთ ფრონტს გახსნიან საკუთარ თავზე, ეს შეიძლება პირველ რიგში მათვე შეუქმნას საფრთხე. რა სიტყვით იმ გზავნილზე, რომელიც შეიძლება შეერთებულ შტატებს გაუგზავნოს, კატერინა? როგორც ნატოს მოკავშირეები, ისინი საკმაოდ თავშეკავებულები იყვნენ პრეზიდენტ ტრამპისთვის ირანის წინააღმდეგ სამხედრო დახმარების გაწევაში. შეიძლება უკრაინამ ეს გამოიყენოს როგორც სავაჭრო ბერკეტი. ჩვენ დაგეხმარებით ირანის საკითხში, თუ თქვენ დაგვეხმარებით რუსეთის საკითხში. უკრაინა უკვე ეხმარება, შეერთებული შტატებიც უკვე ეხმარება მოკავშირეებს და თქვენ იცით დრონებთან დაკავშირებული შეთანხმებების შესახებ, რომლებიც უკვე გაფორმდა ბევრ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანასთან, რომლებიც ახლა ცდილობენ ირანის მოქმედებებზე რეაგირებას. ამ ომთან დაკავშირებით, რომელიც ეხლა მიმდინარეობს. ასე რომ უკრაინა უკვე ეხმარება და ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, მაგრამ რასაც ეს სიტუაცია რეალურად კიდევ ერთხელ აჩვენებს, ის არის, რომ უკრაინული ტექნოლოგია განსაკუთრებით დრონულ ომში ის იმდენად განვითარდა, რომ აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი იმ აქტივობებისთვის, რომელსაც უკრაინა შეიძლება აღიქვანდეს როგორც რუსეთისთვის სამხედრო დახმარებას. ეს მხოლოდ აჩვენებს იმ შესაძლებლობებს, რაც უკრაინას შეუძლია უზრუნველყოს. და ეს მხოლოდ მოკავშირეებისთვის არის კითხვა, რამდენად გამოიყენებენ ამას, რამდენად ჩადებენ ინვესტიციას ამაში. მაგრამ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმ შესაძლებლობებისა, რაც უკრაინას უკვე აქვს და შეუძლია გამოიყენოს. კიდევ ერთხელ იტყვის ამას უკრაინა. ეს კითხვა არა და ეს უკვე ნათქვამია, ეს უკვე ხდება. კატერინა ლისუნოვა, ძალიან კარგი ხედვა იმაზე, რაც ახლა კასპიის ზღვის გარშემო ხდება. მადლობა რომ იყავით ჩვენთან iOS 4 News-ზე. მადლობა მოწვევისთვის.